თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს სასკოლო ფორმას არ ჩააცმევს, იქნება განსაზღვრული როგორც აღმზრდელობით, ისე კონკრეტული მექანიზმები. ამის შესახებ მიქანაძემ განაცხადა. ფორმების გაყიდვები 1 სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება. კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება. უკვე განსაზღვრულია მოსწავლეთა 6 კატეგორიაც, რომლებიც ფორმებს უფასოდ მიიღებენ. დააკავეს და დააჯარიმეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს. ვიდეოურეკის სანაპიროდან გუშინ გავრცელდა. საზღვაო პოლიციის ინფორმაციით, პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი პავლენიშვილი იქნება. გადაწყვეტილება პარტიის დღევანდელ მე-13 ყრილობაზე მიიღეს. თავმჯდომარის არჩევნები კი 6 თვის შემდეგ ჩატარდება. მუშაობას იწყებს რეფორმების საბჭოც, რომლის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ყრილობაზე მივიდა თინა ბოკუჩავაც, რომელმაც განაცხადა, რომ პარტიაში პოლიტსაბჭოს რიგით წევრად რჩება. რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო შენაერთი განთავსდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები 120 ბალისტიკური რაკეტითა და 6 გამშვები დანადგარით მომარაგდებიან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული.